მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. Deep State დამარცხდა თუ არა, ამას მივხვდებით თუ საქართველოს ხელისუფლებასთან როგორი ურთიერთობა ექნება იმის მიხედვით. ანუ თუ კარგი ურთიერთობა ექნება ჩვენთან და მხარზე ხელს მოგვითათუნებენ რომ ყოჩაღრა კაი ბიჭები ხართ, მაშინ დაუმარცხებიათო და თუ არა და არა. მე რა მინდა სოფო რო ვთქვა, ფაქტია რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა ჩვენს ირგვლივ ყველა მეზობელს ფაქტიურად შეხვდა. შეხვდა სომხებს, შეხვდა აზერბაიჯანელებს, შეხვდა თურქებს, შეხვდა რუსებს, ერთ საქართველოს არ შეხვდა და თუ რამე ტიპის პოზიტიური ურთიერთობები აქვს ამას ტრამპის ადმინისტრაციასთან, გვანახონ ბატონო ერთი შეხვედრა მოაწყონ, ჩაატარონ ბრიფინგი და ტრამპის ადმინისტრაცია როგორ მოუწონებს იმას, რასაც ისინი აქ აკეთებენ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ, თვითონ რა იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რანაბიჯებსაც გავი, გვანახონ რომ ეს მოწონებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება. მე აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მინდა წარმატებები უსურვო უკრაინას იმ საშინელ სისხლისღვრელ ომში, რომელშიც არის ის ჩაბმული რუსეთის აგრესიის შედეგად, მისი თავდასხმის შედეგად და მინდა აქ ხაზი გაუსვა და ვთქვა ცალსახად არის საქართველოს ხვალინდელი დღე, მისი უსაფრთხოება, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი, მისი არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომ უკრაინა რუსეთის ამ დაპირისპირებაში წარმატებული გამოვიდეს უკრაინა და არა რუსეთი. ხელისუფლებისგან სხვა რამ გვესმის ჩვენ, მაგრამ მე რა მინდა ჩვენ ხო გვიყურებს ადამიანები, რომლებიც ახლა უკრაინა რუსეთის დაპირისპირებას ხელისუფლებების ჭრილში არ განიხილავენ საქართველოს ხელისუფლებას. ქვეყნის ინტერესი რა არის? თუ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს წაართმევენ უკრაინას და აღიარებენ, ესე იგი რუსეთის ტერიტორია და ამას ასეთი ტიპის გამოხმაურება, მაშინ საქართველოს რა ეშველება ხვალ და ზეგ. თუ არაღიარების პოლიტიკაზე უარ სიტყვის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, მაშინ რა ემართება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ყველაფერს? ეს ხო ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება და პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმიტომ პირისპირ რჩებით ფაქტიურად რუსეთთან და პირისპირ რჩებით იმ ვითარებაში, როდესაც აგერ ევროპასთან გავაფუჭეთ მაქსიმალურად ურთიერთობა, ამერიკასთან კიდე არ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება, ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ და ფაქტიურად რჩებით პირისპირ რუსეთთან. ეს არის მე მგონი დამღუპველი, იმიტომ რუსეთთან 200 წლიანი ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს ჩვენ სხვებისგან განსხვავებით და ამ 200 წლიანი ურთიერთობისგან ერთი დღე არ ყოფილა, როდესაც რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან. ამიტომ კარგს არაფერს არ ველოდებით ასეთი სცენარის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდამჭერები და ამერიკის შეერთებული შტატების გარშე ეს ამბავი არ გამოვა, როგორც ყველანი ვხედავთ, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებსაც გულშემატკივრობთ და ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ეს წამოწყებული მშვიდობისკენ ნაბიჯები, რომელსაც ის გავს, სამართლიანი მშვიდობა, როგორ დამთავრდება ახლა თუ რუსეთის წარმატებით დამთავრდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვარდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში.